საღამოშვიდობისა თქვენ უყურებთ ვახოსანაიას ამბებს 19 საათზე. დღეს ექსპერტებთან ერთად გავაანალიზებთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას, ეროვნული ვალუტის მდგომარეობა, საკითხი, რომელიც ბევრ მოქალაქეს აწუხებს და მძიმე ტვირთად აწევს. რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება. რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ საზოგადოებას ამცნო, რომ მალე საჯაროს გახდიდა სამოქმედო გეგმას. ამასთან განცხადებაში წარმოდგენილი იყო მიზეზები და ფაქტორები, რომელთაც ლარის გაუფასურება გამოიწვიეს. დღეს მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლარიზაციის განვითარებისა და დოლარიზაციის შემცირების სამოქმედო გეგმა 10-ზე მეტი პუნქტისგან შედგება. 10-ზე მეტი პუნქტია რეალურად გაწერილი სამოქმედო 10-ზე მეტი პუნქტია რეალურად გაწერილი სამოქმედო გეგმაში ლარიზაციის განვითარების და დოლარიზაციის შემცირების. ჩვენ მოქალაქეებს ყველაზე მეტად დღეს რაც აწუხებთ, ეს არის ის, რომ ყოველთვიურად იმ შემთხვევაში თუ ლარი მერყეობს, მათ არა აქვთ რწმუნება, თუ რამდენი ეკნებათ ბანკში გადასახდელი თანხა, ეკნებათ მეტი თუ ნაკლები. ჩვენი ამოცანაა, რომ აღნიშნული დამოკიდებულება ჩვენი მოსახლეობის ცეცხლთან მიმართებაში მოხსნათ და ამისათვის ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგავთ ბანკს. მე ვამბობ, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგავთ, სიტყვა შეზღუდვა ეკონომიკისთვის არ არის კარგი სიტყვა, ამიტომ მე ამ სიტყვას არ ვიტყვი. არც ახალ რეგულაციას არ ვიტყვი. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმრებს გიორგი ხახანიძე, ზურაბ გარაყანიძე, გიორგი კეპულაძე და ირაკლი თედორაძე. საღამოშვიდობისა ბატონებო, დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. ბატონ გიორგი, მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება და დღეს დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება. თქვენ შეგიძლიათ თუ არა გარკვეული დასკვნები გამოიტანოთ ამ განცხადებების შედეგად, რა გზით შეიძლება აპირებდეს წასვლას საქართველოს მთავრობა ლარის კურსთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს. დავიწყოთ იქიდან, რომ ამ განცხადებებში ორი რამ იკვეთება ძალიან აშკარად. ერთი ის, რომ მთავრობა ძალიან სერიოზულად ფიქრობს და ფიქრობს, როგორ დაარეგულიროს ეს პრობლემა და მეორე, რაც ყველაზე უფრო მეტად მომწონს და მახარებს, ის რომ იყო ნათქვამი, რომ ეს იქნება მხოლოდ საბაზრო მექანიზმები და რაც დღეს ბრძანა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომ აკრძალვა და შეზღუდვის გზით არ წავალთ. ანუ ეს არის კარგად გაცნობიერებული, რომ აკრძალვები, შეზღუდვები, რეგულაციები, მარწუხების მოჭერა პრობლემას ვერ გაშრა. რა მექანიზმი რჩება? მექანიზმები რჩება, რასაკვირველია, ახლა ეს უკვე, იცით როგორ არის, დამოკიდებული არის საერთო ხედვაზე ეკონომიკური განვითარების ერთი. მეორე დამოკიდებული არის თქვენ რა რესურსი გაქვთ. მაგალითად ახლა წარმოიდგინეთ არსებობს ამის გამოყენება ალბათ რთული იქნება და შეუძლებელი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ თუ მოხდა ლარის კურსის რყევა, თქვენ იგივე თქვათ ფიქსირებულიდან გადაიხდით და განსხვავებას დაფარავს მთავრობა. გასაკურველია ეს არ განხორციელდება, იმიტომ რომ ამის რესურსი არ არის და ეს არც იქნებოდა სწორი. მაგრამ მექანიზმები არსებობს, ეს მექანიზმები არის, რომ ლარში სესხი უნდა გახდეს უფრო მიმზიდველი, ხო? რატომ არის სწრაფვა დოლარისაკენ? იმიტომ რომ დოლარის მიმართ ნდობა არის უფრო მაღალი. აქედან გამომდინარე, უნდა ლარის მიმართ ნდობა იქნას გაზრდილი, ამისათვის შესაძლებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. გარდა ამისა, ახლა გუშინ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო განცხადება იყო, რომ 2017 წლის ბიუჯეტი გარკვეულად შეიცვლება, რომ უფრო მეტი აქცენტი გადავა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რომ დაბალანსდება საბიუჯეტო დეფიციტი და შემცირდება ადმინისტრაციის ხარჯები. ეხლა ეს გულისხმობს, რომ ადამიანები ამაზე ფიქრობენ, ეძებენ კონკრეტულ გზებს და მექანიზმებს. გასაგებია, ბატონ ზურაბ, ქუმსიშვილი ერიდებოდა ამ სიტყვების თქმას, ჟურნალისტი რამდენჯერმე ჩაეკითხა, მაგრამ მან არ გამოიყენა არც შეზღუდვა, არც რეგულაცია, ხომ? რასთან შეიძლება კონდეს საქმე? რა ბერკეტებია, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ ეს პრობლემა დაარეგულიროს მთავრობა? საქმე ის არის, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონი თვითონ ეროვნულ ბანკს აქვს საკმაოდ სერიოზული ბერკეტები იმისი, რომ მან ლარის კურსზე იმოქმედოს. კერძოდ ეს არის პირველ რიგში კომერციული ბანკების სარეზერვო ნორმა და სხვათა შორის ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ ქადაგიძის დროს ამ ზაფხულს 16 ივნისს გამოიყენა ეს მექანიზმი, ეს ბერკეტი იმისათვის, რომ გარკვეულად
ზეგავლენა მოეხდინა ლარის კურსზე და 16 ივნის შემოიღო ესეთი რეგულაცია, რომ ლარში სესხებლებს სარეზერვო ნორმატივი შეუმცირა 10-დან 7%-მდე, ხოლო დოლარში 15-დან 20%-მდე გაუზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ დოლარის სესხება უნდა გაძვირებულიყო და ლარი უნდა მეტი გამოსულიყო ბაზარზე საკრედიტო ემისიის ხაზით. რაც შეეხება მეორე ბერკეტს, ეს არის რეფინანსირების განაკვეთი მოგეხსენებათ, რომელიც იმასთან ერთად, რომ არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი, გამოდის ფულად საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებიდან, რომელსაც ქვეყნის პარლამენტი ყოველი წლის დასაწყისში ამტკიცებს მოგეხსენებათ, ის კანონმდებლობიდან გამომდინარე და რეფინანსირების განაკვეთი არის ძირითადი ბერკეტი. გარდა ამისა არის ოპერაციები ღია საფინანსო ბაზარზე, ეს მესამე ბერკეტი და ასე შემდეგ არის რამოდენიმე ისეთი ბერკეტები, ოპციონები და ასე შემდეგ, რომელიც ეროვნულ ბანკს შეუძლია გამოიყენოს წმინდა ეკონომიკური ბერკეტების სახით. ანუ აქ ადმინისტრირების და ადმინისტრაციული ჩარევის დოზა ამ ბერკეტებში შეიძლება იყოს ნაკლები. თუმცა სახელმწიფოს მიერ დედოლარიზაციის პროცესში ჩარევის საკმაოდ ფართო გამოცდილება აქვს მსოფლიოს ქვეყნებს. კერძოდ, მაგალითად, არგენტინამ 2001 წელს, პერუმ 98 წელს, 85 წელში, ბრაზილიამ და ასე შემდეგ, რამდენჯერმე სცადეს დეპოზიტების პირდაპირ ეროვნულ ვალუტაში გადატანაც კი იყო ესეთი შემთხვევები, მაგრამ დედოლარიზაციის ნაცვლად რედოლარიზაცია მოიტანა ქირურგიულმა, ასე ვთქვათ, ჩარევებმა. ამ გზით წასვლა შეიძლება ძალიან სარისკო იყოს. აუცილებლად ეს იქნება ძალიან სარისკო და მე გულისხმობდა ბატონმა გიორგიმაც მართალი აღნიშნა, რომ ალბათ ეს არის გულისხმობა იმ 10 ბერკეტს შორის, რომელიც ბატონო, აი რა შეიძლება იყოს ამ 10 ბერკეტს შორის, ნუ ჩვენ მარჩიელობას ვერ დავიწყებთ, მაგრამ თქვენ თუ ხედავთ აი ამ მექანიზმებს, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და რა მიზნის მიღწევა იქნებოდა გონივრული თქვენი აზრით, ხომ? ახლა გვაქვს გარკვეული კურსი, არ ვიცით ხვალ როგორი იქნება ან მომდევნო დღეებში, რისკენ შეიძლება მიისწრაფოდეს მთავრობა. კი ბატონო, მადლობა მოწვევისთვის. მე უმეტეს ნაწილში დავათანხმები ორივე ჩემს წინა გამოსვლას და ეს სწორი მიდგომაა, როდესაც ეკონომიკური გუნდი ცდილობს, რომ მოახდინოს ლარის სტაბილიზაცია, მაგრამ ჩვენ არ უნდა გქონდეს ჭარბი და მოზღვეებული მოლოდინი, ხო? ლარის კურსის სტაბილიზაცია ერთკვირიან ჭრილში შეიძლება ვერ მოხდეს და ეს იქნება ცრუ მოლოდინები, რომელიც გაუჩნდება საზოგადოებას და უფრო შეიძლება გამოიწვიოს მომავალში ლარისადმი მოსახლეობის არნდობა, ხო? გამომდინარე აქედან, უკეთესი იქნება ალბათ პირდაპირ ინტერვენციების ან ჩარევის განხორციელება, კარგად მოერიდა იგივე შეზღუდვებს, იმიტომ რომ ეს არის მთავრობის გუნდი და სხვანაირად აღიქმება ჩარევა ბიზნესში და აქ დაიწყება შემდგომ უკვე ბიზნესის თავისუფლების ინდექსზე საუბარი. ძალიან კარგი იქნება თუ ეკონომიკური გუნდი ზოგადად შეეცდება გამოასწოროს იმპორტ-ექსპორტის სალდო სავაჭრო, მოიზიდოს მსხვილი ინვესტიციები და მოახდინოს ეკონომიკის წარმოების ზრდა და არა ესეთი პირდაპირი ჩარევებით ლარის კურსის ხელოვნური სწორედ ის არის, რაც აღნიშნეთ, რომ ეს მოკლე დროში ვერ მოხდება, ამას ჭირდება ხანმძლივი პერიოდი, ხომ და ბევრ სხვა ფაქტორზეა კიდევ დამოკიდებული. მაგრამ განწყობა სწორედ ეს ხომ არ იქნება, რასაც ამბობდით ახლა თქვენ, რომ მოქალაქეები რაღაცას ელოდებიან, რადგან მთავრობამ უთხრა, რომ მე მაქვს გეგმა, მე რაღაცას შევცვლი და მოქალაქეები ამას ელოდებიან სწორედ მოკლე პერიოდში და არა გრძელვადიან პერიოდში. იცით რა არის, ხო, აი ზამბარის პრინციპი მინდა მოვიყვანო, რამდენად შეესაბამება ალბათ კოლეგებიც შემდგომ იტყვიან. ზამბარა რაც უნდა ხელოვნურად ჩვენ ვკუმშავთ, ოდესღაც ის გაისვრის. დღეს რო ჩვენ ლარი ხელოვნურად და ძალით დავასტაბილუროთ და მისი კურსი გავხადოთ მოსახლეობისთვის მიმზიდველი, მან შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ინფლაცია მოახდინოს და უფრო გაიზარდოს, გაუფასოვდეს. გამომდინარე აქედან მარტივი ნაბიჯები მცირედი გამყარებებით და სტაბილიზაციის ჩვენებით მოსახლეობის ნდობა შეიძლება დაბრუნდეს ლარის მიმართ და თვითონ მოსახლეობამ ადეკვატური ნაბიჯი გადადგას და დაიწყოს ლარისადმი მეტი ნდობა და ეკონომიკაში ლარით ანგარიშსწორება იქნება თუ სესხებით ლარში მოითხოვოს ბანკებიდან, ეს უნდა იყოს თავისუფალი არჩევანი და პლუს მსხვილი საინვესტიციო პროექტები და უკვე ეკონომიკური წარმადობის ზრდა. ეს არის სწორი და გრძელვადიანი პერსპექტივა, რომელიც მე მესახება. შეიძლება მთავრობას ან სხვა ექსპერტებს სხვა
მაგალითებია გიორგი, აი ნდობა ლარის მიმართ არსებობს რეალურად ობიექტური ფაქტორები, რომ ეს ნდობა გქონდეთ მოქალაქეებს, ხო? გვაქვს ეს მდგომარეობა დღეს გასაგებია, ყველა შეიძლება უნდოდეს რომ ნდობა იყოს ლარის მიმართ, მაგრამ რაღაცას უნდა ეყრდნობოდეს. ხო, ზუსტად აი დოლარიზაცია ტერმინი გაისმა რამდენიმე დღეა და ისმის აქტიურად პრინციპში რაც ლარის პრობლემა დაიწყო, შეიძლება ითქვათ, რომ აბსოლუტურად რა არის ეს ხო დოლარიზაცია? ეს არის დეპოზიტებში და ცეცხლებში უცხოური ვალუტის მაჩვენებელი, ანუ რამდენ ზოგავს ადამიანი თქო უცხოურ ვალუტაში და რამდენს ლარში. დეპოზიტებში, ანუ ანაბრებში, რაც ხალხი ბანკში ინახავს, ან მიმდინარე ანგარიშებზე აქვს კომპანიებს, დაახლოებით 70% ეს არის უცხოურ ვალუტაში და აქედან რა თქმა უნდა 99% ლამის არის ამერიკულ დოლარში. რაც შეეხება სესხებს, 65% სესხების გაიცემა ასევე უცხოურ ვალუტაში. და გამოვიდა ჯერ თქვა ანაბრებიდან, ანუ ხალხს აქვს უფრო მეტად ნდობა ამერიკული დოლარის მიმართ. ამას ისტორიული თქვა მეხსიერებაც განაპირობებს ჩვენი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეს კუპონის მეხსიერება, შემდეგ ლარის სულ მერყევი კურსი და ძალიან პატარა პერიოდია პრინციპში ლარის არსებობაში, რომ ის ყოფილიყო რაღაცა სტაბილურად მყარი, თქვა ლარი და 65 თქვა $1 როცა ღირდა, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი სტაბილურობის მე მგონი ეს იყო. შესაბამისად, ეს იწვევს გარკვეულ უნდობლობას. რა შემთხვევაში შეიძლება თქვა წამოვიდეს უკან ეს დოლარიზაციის მაჩვენა ქვევით, უნდა ვთქვათ, რომ რამდენიმე წლის წინ გაცილებით მაღალი იყო, 80%-საც იხსნებოდა დეპოზიტებში დოლარიზაციის მაჩვენებელი. შესაბამისად, ლარისადმი ნდობა გაიზრდება მაშინ და დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდება, როდესაც ჩვენ გვექნება სტაბილური ინფლაცია, ის მიზნობრივი ინფლაცია, რასაც ეროვნული ბანკი ამბობს. ამას მივახცევთ, ან მასზე დაბალ შედეგს, რა თქმა უნდა. ანუ ბიზნეს, ბაზრის მონაწილეებს ექნებათ ნდობა იმის მიმართ, რომ სახელმწიფო ამბობს, ეროვნული ბანკი, ცენტრალური ბანკი ამბობს, რომ აი ასეთი იქნება ინფლაცია და მას არ გასცდება ეს ინფლაცია და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლარის მიმართ ნდობა გაიზრდება მას შემდეგ, რაც ლარი იქნება შედარებით სტაბილური, რა თქმა უნდა. ამის მიღწევა უკვე გამოჩნდება რა იგულისხმება 10 პუნქტიან გეგმაში, მაგრამ დღეს რა თქმა უნდა სამწუხაროდ ლარის როგორც დაგროვების ვალუტის მიმართ სამწუხაროდ დიდი ნდობა არის 30%. ეს ასეა, თუ კი ადამიანი რაიმე სერიოზული შეძენას აპირებს, ის ყოველთვის ამას ანგარიშობს დოლარში და არა ლარში. ხო, ეს რომ შეიცვალოს, ეს ძალიან რთული პროცესია, ხო, მას მარტივად არ მოხდება ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომაში. ხელოვნურად ამაში ჩარევა სამწუხაროდ არ მოგცემს კარგ შედეგებს, რადგან დედოლარიზაციის კარგი მაგალითი არის მაგალითად ისრაელი, სადაც პრობლემა იყო, მაგრამ იქ ხელოვნურად არავინ არ ჩაერია ამ პროცესში. ქვეყანამ თავისი ეკონომიკა განავითარა. ეკონომიკური ზრდა, სტაბილური და თქვა პროგნოზირებადი ინფლაცია განაპირობებს სწორედ იმას, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ, შეკელის მიმართ გაჩნდა იქ ნდობა. ჩვენთან ახლა ხელოვნური ჩარევებით, თუნდაც ის ეროვნულმა ბანკმა სარეზერვო ნორმების შეცვლით, რამდენად სწორად გამოიცნო იმ მომენტში, რა უნდა გაეკეთებინა, ესეც რა შეიძლება იყოს ეს 10-ზე მეტი პუნქტი. ხედავ თქვენ მართლაც არ მინდა რესურს რომ 10-ზე მეტიც არსებობდეს რაღაც პუნქტი, რომ მით უმეტეს თუ გარკვეული რეგულაციების ხსენება არ უნდათ, მაგრამ ალბათ რაღაც ამგზით მაინც მოუწევთ წასვლა და ამაში მოუწევს უკვე ცენტრალურ ბანკს ჩარევა, მთავრობას პირდაპირ ბერკეტი თქვა ბანკებზე რაღაც რეგულაციების დაწესების არ აქვს, ეს მოხდება ეროვნული ბანკის გავლით. ძალიან საინტერესოა რა იქნება და საინტერესო იქნება როგორც ცენტრალური ბანკის, ასევე კომერციული ბანკების პოზიცია, რადგან მე რამდენადაც ვიცი სარეზერვო ნორმებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცვალა მიმდინარე წელს, ბანკებს არ ჰქონდათ ცალსახად დადებითი პოზიცია. აქ იყო ერთი წინადადება, ბატონო გიორგი, თქვენთან მინდა გადმოვიდე მთავრობის ადმინისტრაციის რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იქნება დამოკიდებული გარე ნეგატიური ფაქტორებით გამოწვეული ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე და არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო ქვეყანაში. აი, აღარ იქნება დამოკიდებული გარე ნეგატიურ ფაქტორებზე. ეს როგორ შეგიძლიათ ახსნათ ეს განცხადება? ეს შეგვიძლია ახსნათ მხოლოდ და მხოლოდ ისე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თუ აიღებს სესხს, უკვე აიღებს ლარში, ან განათავსებს დანაზოგს ლარში. ეხლა ვახო თქვენ ბრძანებდით აი ბერკეტებზე. ხო, ბერკეტები მთავრობას აქვს და ეს ძალიან დიდია. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი გახლავთ ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტის დეფიციტი. ეს არის დამოკიდებულება შიდა ვალის მიმართ. ანუ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, შიდა ვალის აღებაზე უარის თქმა, ან მისი მოცულობის შემცირება. ეს ყველაფერი არის ის ბერკეტები, რომელიც მთავრობამ შეიძლება გამოიყენოს. შეიძლება კამრების მოჭერაც გამოვიდეს, ანუ გარკვეულ მიმართულებაზე ხარჯვის
აუცილებელი შემცირება, მაგალითად იგივე ადმინისტრირებაზე. მაგრამ ეს ბერკეტები არსებობს. ეხლა აბსოლუტურად სწორად იყო ნათქვამი, ისრაელის მაგალითიც ძალიან სწორია, მაგრამ ძალიან ბევრი წელი დაჭირდა, სანამ ისრაელის ეკონომიკა ისე გაძლიერდებოდა, რომ მათი სასაქონლო და მომსახურეობის ექსპორტი ბევრად აღემატება მათ სასაქონლო და მომსახურეობის იმპორტს. აი თქვენ ბიუჯეტი ორჯერ ახსენეთ უკვე, რომ აი რა იყო გასული წლის ბიუჯეტში ისეთი, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას. ესეთი ზუსტად რო თქვა, რომ ახლა რაღაცა თავიდანვე მიზანმიმართულად იყო ჩადებული, არა, მაგრამ შესაძლებელია, როდესაც ვიღებთ ახალ ბიუჯეტს, შევხედოთ რა იყო ჩადებული შარშან დეფიციტი და იმაზე გაცილებით უფრო ნაკლები დეფიციტი ჩაიდოს ახალ ბიუჯეტში. ან წავიდეთ სხვა გზით. საერთოდ უარი ვთქვა დეფიციტურ ბიუჯეტზე, იყო ჩვენ უახლოეს წარსულში ეგეთი ცდელობა, რომ ბიუჯეტი იყოს მხოლოდ პროფიციტული. ანუ შემოსავლები აღემატებოდეს ხარჯებს. ძნელი შესასრულებელი გამოდგა და შემდეგ უარი ვთქვით. მაგრამ ესეც ერთ-ერთი ბერკეტია. ამის გაკეთებაც შეიძლება. აი ეს მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ მიზნობრივი ინფლაცია 2017 წელს 5%-ს არ უნდა აცდეს. ეს არის დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა 2015-17 წლებისათვის. სხვა შორის წელს არ გაცდენილა ეს მიზნობრივი ინფლაცია თავის ან მაჩვენებელზე არ გამოსულა იმ მაჩვენებელს გარეთ, რაც კარგია და აი ამ ბერკეტების მეშვეობით შესაძლებელია ეს გააკეთო. ეხლა მოკლევადიან პერიოდში მკვეთრად გავზარდოთ ექსპორტი და შევამციროთ იმპორტი, ნუ ახლა ეს შეუძლებელია. ხელის შეწყობა შეიძლება ის რაც მაგალითად არის დაგეგმილი თანაინვესტირების საპარტნიორო ფონდში უნდა გაიხსნა სპეციალური ექსპორტის ხელშემწყობის სტრუქტურა. ამაზე გაკეთდა განცხადება იგივე ეკონომიკის მინისტრმა. თქვა, ეხლა ამ სტრუქტურას რო შექმნიან, მე თვითონ თავის დროზე ვიყავი ექსპორტის სააგენტოს დირექტორი. ძალიან კარგად ვიცი, რომ ერთ წელიწადში თქვენ ვერ შეცვლით რეალობას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ბევრი რაღაცა ისეთი გააკეთოთ, რაც დადებითად აისახება. რაც საკვირველია დადებითად. ბატონო, აი ამ განცხადებაში, რომელსაც მე არაერთხელ დავეყდენი დღევანდელი ჩვენი საუბრის დროს, არის მიზეზებიც ჩამოთვლილი. მთავრობის ხედვა ასეთია, რომ პირველი მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაცია, მეორე ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებებით, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით და მესამე ლარის კურსთან მიმართებით ნეგატიური მოლოდინების შექმნა. ეს არის თქვენი აზრით სრული სურათი იმისა, რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი, რაც ჩვენ საუბრობთ დღევანდელ გადაცემაში. დღევანდელი სიტუაციას რო დავაკვირდეთ, ჩემი აზრით უნდა გამოვყოთ ორი ძირითადი ჯგუფი ფაქტორების. ერთი არის ეგზოგენური, ეგრეთ წოდებული და მეორე ენდოგენური, შეიძლება ესე დავუყოთ ფორმალურად. აი ეგზოგენური ფაქტორებს რაც შეეხება გარე ფაქტორები თქვენ მართალი ბრძანდებით. ეს არის ჩვენს გარემოცვაში რეგიონში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური პროცესები, თუმცა თლად გადამწყვეტი ამ ფაქტორს არ ეკუთვნის, ესე იგი, ძირითადი გავლენა და არის უფრო სხვა ფაქტორებიც, რომლებიც აი კურსის ცვლილებაზე ახდენს გავლენას. ეს არის პირველ რიგში ის, რომ ჩვენთან ის იმპორტი, რაც ნახსენები იყო იმპორტის და მაგალითად იმპორტის და ისი არ მომხდარა, რომ ფულის გადინებასთვის შეეწყო ხელი. მაგალითად C ჰეპატიტის ელიმინიზაციის პროგრამიდან გამომდინარე, იქ არც ერთი ცენტი არ გასულა ქვეყნიდან, თუმცა იმპორტი მგონი 400 მილიონით გაიზარდა მაჩვენებელი. ამიტომ ეს თქმა იმისი, რომ ფუნდამენტური ფაქტორები ესე ზუსტად ახდენენ გავლენას, არ არის. მე უფრო მგონია, რომ გარკვეული სუბიექტური ფაქტორების როლიც არის. აი ვნახოთ ციფრები. 2016 წლის ივნისში ლარმა რომ დაიწყო გამყარება, იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ბანკმა მეიჩნია, რომ ეს ფუნდამენტური ფაქტორები მოიხსნა, ადგა და დაიწყო რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რაც ჩემი აზრით იყო ცოტა ნაადრევი. და რეფინანსირების განაკვეთი 8.5-დან 6%-მდეა შემცირებული. ეხლა კიდეა დაგეგმილი კიდე ეს პროცესი რო გაგრძელდეს, მაგრამ ეს ჩემი აზრით ხელს უწყობდა იმას, რომ დაიწყო კომერციულმა ბანკებმა აი ამ გაიაფებული რეფინანსირების სესხების აღება და ციფრებში 250 მილიონიდან ივნისის თვეში უკვე დღეს 1.3 მილიარდია გასული. ბატონო,
ბანკებში. მოლოდინები ვახსენეთ ხო დღევანდელ გადაცემაში. მაყურებელს ყველაზე მეტად რა თქმა უნდა აინტერესებს ის რა იქნება მისთვის ხვალ ხო მომავალ დღეებში რა როგორ შეიცვლება. აი როდესაც ლაპარაკია რომ ლარის კურსი შეიძლება გამყარდეს გარკვეული ამ მექანიზმების გამოყენების შემდეგ. ლაპარაკი რაზეა? რა რესურსი შეიძლება არსებობდეს გონივრულ ფარგლებში? დღეს გვაქვს 2.48-ზე, ხო? აი დაახლოებით რა მოლოდინი შეიძლება კონდეს მოქალაქეებს. თუ კი იმ 10 პუნქტიანმა გეგმამ იმუშავა, თქვა. იმ ტემპიდან გამომდინარე, რაც ბოლო ორ თვეში დაფიქსირდა, ცოტა ძნელია მაგაზე ზუსტი და კონკრეტული პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ამ 10 პუნქტიან გეგმას არავინ არ იცნობს. პირადად ჩვენ მაგალითად ჯერ არ გვინახია, მაგრამ ვიცნობთ ეკონომიკურ რეალობას. რეალობა კი ესეთია, რომ 2.38 იყო ოქტომბერში, 2.32 იყო ოქტომბერში და დღეს არის 2.59, მე მგონი ხო წეგან 2.58. ისე რომ 7-8 პუნქტით ყოველთვე გაუფასურება დევალვაცია ეს არის სამწუხარო რეალობა, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენი ლარი არის. ამიტომ რეალურად ნამდვილად მე მიმაჩნია, რომ საჭირო არის რადიკალური ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ აი ფსიქოლოგიურ ბარიერს ორ ნახევარს არ მიაღწიოს და არ იყოს ორ ნახევარზე, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს ძალიან ცუდ შოკებს გამოიწვევს. ბატონო ირაკლი, აი მიზეზები, რომელზეც ვისაუბრეთ ახლა, თქვენი აზრით არის თუ არა სხვა მიზეზებიც, რომელზეც თავრობას არ უწერია თავის განცხადებებში, საჯარო განცხადებებშიც არ ამბობს, მაგრამ თქვენ როგორც დამკვირვებელი ამ პროცესის ხედავთ, რომ არსებობს რაღაც სხვა ობიექტური პირობები, რომელიც თუ არ შეიცვალა, ამ პრობლემას არ მოევლება. კი ბატონო, მადლობთ საინტერესო კითხვისთვის. მე აქ უკვე ჩემს სუბიექტურას დავაფიქსირებ, რომ ალბათ მნიშვნელოვანი მაინც არის ის დაანონსებული პროექტები, მსხვილი ხო, უხსოვანი პორტი ანაკლიაში, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ესე ვთქვათ, გეგმაში არის და ჰორიზონტზე ტივტივებს, მათ უნდა დაიწყონ უკვე საქართველოში შემოსვლა, მათ უნდა დაიწყონ ამ პროექტების განხორციელება. ასევე სავალდებულო არის და ალბათ ერთ-ერთი მაჩვენებელიც იქნება უმუშევრობის და ლარის შემსყიდველმარიანობის გაუფასურება, იმიტომ რომ დღესდღეობით გვაქვს მძიმე სოციალური ფონი, ეს რამდენადაც ცუდად და მიუღებლადაც არ უნდა ჟღერდეს საზოგადოების ნაწილისთვის. დღეს ქართული მოსახლეობის დასაქმებული ნაწილიც კი არ არის გარანტირებული, რომ სტაბილურად ეკონომიკური შემოსავლით იცხოვრებს. გამომდინარე აქედან ძალიან ბევრი პუნქტი, რომელსაც მე ვფიქრობ, თუნდაც ეს განუხორციელებელი საინვესტიციო პროექტები მსხვილი ხო პირდაპირ ინვესტიციები დასაქმების რიცხვის ზრდა ძალიან ბევრი ანონსები იყო რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება ესე ვთქვათ უნდა მოეცვა 50,000 დასაქმებული თუნდაც ტურიზმის სფეროში ხო 50 სხვა სფეროებში ეს არის ცოტა პოპულისტური ალბათ დაპირებები უნდა გამოვიყენო ეს სიტყვა იმიტომ რომ ჯერჯერობით ესეთი სწრაფი ზრდა ეკონომიკის საქართველოში მე გამიხარდებოდა რომ იყოს მაგრამ ცოტა არ არის რეალისტურია გამომდინარე აქედან აი ზუსტად დავიწყოთ განხორციელება პროექტების მთავრობამ მათო ეკონომიკური თვალსაზრისითაც არ არის აქ პრობლემა უკვე როგორც იურისტი მოგახსენებ საინვესტიციო სამართლის პრობლემა გვაქვს ჩვენ ზოგადად კრედიტორთა რიგითობები არის სწორად განსასაზღვრელი იმიტომ რომ დღესდღეობით კრედიტორები რომლებიც ჩადებენ ეკონომიკაში ფულს ისინი არიან მესამე-მეოთხე რიგში გადასროლილი გამომდინარე აქედან მე თუ მინდა მსხვილი ინვესტიცია განახორციელო მე ყოველთვის ვკითხულობ თუ ჩემი კონტრაჰენტი ვერ შეასრულებს ჯეროვნად ნაკის ვალდებულებებს რომელ რიგში ვიქნები მე საბანკროტო წარმოების დროს პირველი რა თქმა უნდა სახელმწიფო არის თავისი შემოსავლების სამსახური და სახაზინო გადასახლებები და მეოთხე რიგში კრედიტორი ეს არავისთვის არ იქნება მიმზიდველი გარემო პლუს აუცილებლად უნდა ამუშავდეს კონკურენციის სააგენტო და ბაზარი ჩვენი და ბიზნესი ზოგადად მიდრეკილია ოლიგოპოლიისკენ ან მონოპოლიისკენ ესეც დასარეგულირებელია რომ ბაზარზე შეგვიძლია გავატაროთ ამერიკული ანტიტრასტული ან ევროპული ხო კანონმდებლობა მონოპოლიების დარგში პლუს ძალიან კარგი იქნება ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე დაიწყოს საუბარი მაგრამ რატომღაც გამოიწვია უკმაყოფილება საზოგადოებაში და მეორე ფონზე გადავიდა ამ კანონის მიღება აი ეს ერთობლიობა ყველა მაჩვენებლების ჩემი სუბიექტური აზრით არის ზუსტად ის წინაპირობა რომ ლარი დღესდღეობით უფასურდება საკმარისია ერთ-ერთი ინდიკატორის გამოსწორება მაინც დაიწყოს სახელმწიფომ ხალხის ნდობაც დაბრუნდება ლარის მიმართ ბიზნესიც დაიწყებს ლარში და იგივე ანაბრების სწორად ახსენეს მე ვფიქრობ რომ რეგულაციები ალბათ მაინც უნდა
შეეხოს ბანკებს, ოღონდ უკვე სამომხმარებლო კრედიტების დარგში. მე ვფიქრობ, რომ ფიზიკურ პირებზე აუცილებლად ცესხები უნდა გაიცემოდეს მხოლოდ ლარში, ბიზნესი ეს უკვე მისი გადასაწყვეტია, იმიტომ რომ ესენი არიან პროფესიონალური პროვაიდერები. ამ რეგულაციით თუ კი მსგავსი რეგულაცია შემოვიდა მისი გავლენა ეკონომიკაზე. ეკონომიკაზე შეიძლება არ იყოს ესე ვთქვათ ფართო და ღრმა, მაგრამ ჩვენ დავიცავთ სოციალურად დაუცველ ფენას საზოგადოების პლუს დღესდღეობით არავინ არ საუბრობს, მაგრამ კერძო იპოთეკარები, ანუ იპოთეკური ცესხები კერძო დარგში საერთოდ რეგულაციების გარეთ არის და ესეთი ხელშეკრულებების არ სტატისტიკა არსებობს, არც პირობები, სასამართლო წარმოება მიდრეკილია იპოთეკარის დაცვისკენ, გამომდინარე აქედან ეროვნულმა ბანკმა ყველა ფინანსური პროვაიდერი სერვისის უნდა მოაქციოს რეგულაციების ქვეშ და უნდა მიმდინარეოს სტატისტიკა და მონიტორინგი, როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური. გიორგი, ამ რეგულაციების გზით სიარულს ეთანხმებით თქვენ? გაჩნია როგორ იქნება რა თქმა უნდა ეს რეგულაციები, რაც შეეხება სამხარებლო დაკრედიტების კუთხით ან სხვა კუთხით რეგულაციებს. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ დიდ შედეგს ეს არ მოგვცემს. არგუმენტი იმის, რომ სამხარებლო ცესხები ძირითადად გამოიყენება, თქვათ, იმპორტირებული პროდუქციის შესაძენად, ან იმპორტირებული, თქვათ, მომსახურების შესაძენად. თქვათ, ვიღაცას უნდა ტურისტული ვიზიტით სადღაც წასვლა, იქნებ სამხარებლო ცესხი, ის ყიდულობს უცხოურ ვალუტას, რომ წავიდეს საზღვარგარეთ. ან თქვათ, რაღაც კარგი ახალი ტელეფონის შეძენა უნდა ან ტელევიზორის ძირითადად ამისთვის გამოიყენება სამხარებლო ცესხები. ლარშიც რომ გაიცეს ეს ცესხები, ადამიანი მაინც თქვათ დააკონვერტირებს, რა თქმა უნდა, ამ თანხას და შეიძენს იმას, რაც მას სურს, ამ იმპორტ, ანუ წაახალისებს თითქოს ამით იმპორტს. შესაბამისად, შეზღუდვების გზით სიარული მე არ მგონია, რომ რამე განსაკუთრებულ შედეგს მოგცემდეს. სხვა ბერკეტები იგივე რაც შეეხება ბატონ გიორგის დავითანხმებით, ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრას. საავტო ფონდი საერთოდ 6%-იან დეფიციტს გვიწინას წარმეთხოვებს, თუ ჩვენ მოგების გადასახადიდან დანაკლის, რასაც მივიღებთ ამ მოგების გადასახადის ნაწილობრივ გაუქმებით, თუ არ დავაბალანსებთ, თქვათ, ან გადასახადების გაზრდით და ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება, ან თქვათ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. ყველაზე მარტივი გზაა, ჯერჯერობით ხოლმე ერთ უპორტფელო სამინისტროზე გვესმის ეს დიასპორის სამინისტროს უერთდება რაღაც დეპარტამენტად, სხვაზე არ გვესმის, შესაძლებელია. ინვესტირების შედეგად 400 მილიონზე არის ლაპარაკი, დანაკლის ხომ, 400 მილიონზე. ხო, ეს საიდანაც უნდა შეიცვალოს, ან ან ბიუჯეტის ან ხარჯვითი ნაწილი უნდა შევამციროთ. ხარჯვითი ნაწილის შემცირება ახლა, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პასუხისმგებლობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ შორის აღებული აქვს ამ პოლიტიკურ გუნდს, როდესაც აღებული აქვს პასუხისმგებლობა და თქვა, რომ საინვესტიციო პროექტებს გააგზავნებს, რომელიც ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს, ეს რა თქმა უნდა მისაღებია. ხარჯების შემცირება რამდენად გამოვათ, არ ვიცი, თუ არ შეამცირეს, რა თქმა უნდა შემოგვიყვება. ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტურ საკითხებს თუ კი შევეხებით, თავად ხედვა ეკონომიკური ძირითადი საკითხების მიმართ საქართველოს მთავრობის თქვენი აზრით არის თუ არა სწორი და რა შეიძლება რომ ფუნდამენტურად შეიცვალოს ამ მიმართულებით. ხო, ახლა ჩვენ საუბრობთ მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ მე მაინტერესებს ფუნდამენტური ხედვა თუ არის სწორი. კი ბატონო, ამ მთავრობამ, რომელიც ალბათ მომავალი 4 წელიც გვეყოლება, სამწუხაროდ დაკარგა პირველი რამდენიმე წელი, ხან კოჰაბიტაციას დაბრალდა, ხან იმას, რომ ტურიზმი ხან მნიშვნელოვანი იყო, ხან არა სავიზო რეგულაციები შემოიღეს. შესაბამისად, დაიკარგა ძალიან მნიშვნელოვანი დრო, მათ შორის ანაკლის ღრმაწყლოვან პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით, სხვა საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით, შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით და ტურიზმთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ ირანს დაუწესეთ სავიზო რეჟიმი, როდესაც ძალიან ბევრი ირანელი ბიზნესმენი და ტურისტი შემოდიოდა, გასაგებია, რომ აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ინტერესი გავითვალისწინოთ, ასე ვარწმუნებენ, მაგრამ რეალურად საქართველოს უნდა გამოსულიყო თავისი ეკონომიკური და ეროვნული ინტერესებიდან, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ეს ქვეყნები, ჩინეთი, ირანი, რომელთანაც ჩვენ გქონდა სავიზო რეჟიმი. შესაბამისად, ეს დაკარგული დრო პრინციპში ძალიან წარე გაკვეთილი გამოდგა, ჩემ მე ვფიქრობ, ამ ხელისუფლებისთვის. ახლა ბურთი და მოედანი მათ ხელშია, მათ მე მგონი მიაგნეს ზუსტად იმ რეცეპტს, რაც საჭიროა ამ ქვეყნისთვის და პრინციპში ყველა ხელისუფლებას მემარცხენე იქნება ეს მემარჯვენე ცოტა სოციალ-დემოკრატიული თუ უფრო ცენტრისტული, მოუწევს იმის გათვალისწინება, რომ ამ ქვეყნის წინსვლა რეალურად არის უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვაში, ტურიზმის განვითარებაში და რა თქმა უნდა, ზოგადად ჩვენი პროდუქტიულობა უნდა გაიზარდოს ქვეყნის. ქვეყნის ნახევარი ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი, ეგრეთ წოდებული თვითდასაქმებულია და ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს. ანუ დანარჩენი ნახევარი ქმნის 90%-ს. ეს არის ძალიან დაბალი პროდუქტიულობა. შესაბამისად, ეს შანსი არ არის, რომ არ შეიცვალოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას დავაჭირდება დრო და შესაბამისად გრძელვადიან პერიოდში ლარს რა თქმა უნდა გამყარების ტენდენცია იქნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იგივე ინვესტორებისთვის, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია. ბატონ გიორგი, აი კიდევ უფრო გრძელვადიან პერიოდს თუ ავიღებთ, ასეთი ეკონომიკური ზრდით ჩვენ ძალიან შორს ვერ წავალთ. ხო, აი 20-30 წლის და კიდევ უფრო მეტის შემდეგ. თქვენი აზრით რა
რა არის ფუნდამენტურად შესაძლებელი მიდგომებში საქართველოს ეკონომიკაში რომ მოხდეს სერიოზული ძვრები, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ საკითხებზე, აი თუ კი მოკლევადიანად რაღაცეები მოგვარდა, ეს არსებითად სურათს მაინც არ შეცვლის. ახლა ძალიან სწორი კითხვა გაქვთ დასმული, იცით რა შეასაქმე. აი მოდით იგივე ამ თავრობის ესე ვთქვათ გარკვეულებას შევხედოთ ევოლუციას, დაიწყეს ძალიან მემარცხენე იდეებით, შევზღუდოთ, ავგრძალოთ, გავიდა 4 წელი. სხვა შორის ძალიან მალე დაიწყო. ლაპარაკი რო არა ეხლა ეს შეზღუდვები და აკრძალვები, ეს არ ყოფილა გადაწყვეტაო და ვიღებთ დღეს ძალიან კაფიოდ გამოხატულ ნათქვამს. არა შეზღუდვებით, არა აკრძალვებით შევეცდებით განვავითაროთ ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ სწორად ჩაეწეროთ აი მსოფლიო ეკონომიკურ პროცესში, რომელიც მიმდინარეობს. 2002 წლიდან მსოფლიო ეკონომიკაში იყო მკვეთრი აღმავლობა, ეს იყო საერთაშორისო ვაჭრობაში და ინვესტიციებში. საქართველოს ამ რეალობაში გარკვეულად მოხვდა, თუმცა ბოლომდე ამით ვერ ვისარგებლეთ. შესაბამისად, ზუსტად უნდა განისაზღვროს რა არის შემდგომი მომავალი მსოფლიო ეკონომიკის. აი ამ მსოფლიო ეკონომიკაში რა ადგილს ვიჭერთ. თუ წლებია ვფიქრობთ ექსპორტის განვითარებაზე და არ გამოდის ამ სასაქონლო ექსპორტის განვითარება და თურმე ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელშიაც მომსახურებების ექსპორტი მეტია ვიდრე სასაქონლო ექსპორტი, ელემენტარულად უნდა დავფიქრდეთ, რომ მოდით ხელი შევუწყოთ მომსახურების ექსპორტის განვითარებას. იმიტომ რომ ევროკავშირი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს, ესე იგი აი 28-ს, ყველაზე მაღალი ნიშნული თანადობის ჰქონდა 31%, ანუ მომსახურების ექსპორტის წილი საერთო ექსპორტში იყო 31%. ჩვენთან 50-ზე ვითაა საერთო ექსპორტს თუ ავიღებთ. ესე იგი, აქ გვაქვს პოტენციალი და ეს პოტენციალი უნდა განვავითაროთ. აქ სხვადასხვა ასპექტებია, აქ არის უზარმაზარი პოტენციალი ამინდა გითხრათ განათლებაში. უზარმაზარი ბატონ ზურაბ დამეთანხმება ორივე სხვა ორი წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები ვართ. უზარმაზარი პოტენციალი არის ტურიზმში, ამაზე აღარ ვილაპარაკოთ, უზარმაზარი პოტენციალი არის ჯანდაცვაში. და ამის განვითარება ეს უკვე ძალიან სერიოზული. ჩვენი დრო იწურება ბატონ ზურაბ, თუ გსურთ თქვენს გითხრათ, აი რეფორმებზე, ხედვებზე, მიდგომებზე რა არის აქ თქვენი აზრით შესაძლებელი სწორი მიმართულება აქვს თუ არა აღებული ხელისუფლებას? მე აბსოლუტურად მხარს დაუჭერ აქ გამოთქმულ მოსაზრებებს საკანონმდებლო სფეროსთან დაკავშირებით. კერძოდ დღეს ჩვენ მოქმედებთ კანონით, რომელიც მიღებული 1996 წელს უცხოური ინვესტიციების დაცვის შესახებ. რაც უნდა პარადოქსული იყოს, იმის მერე გავიდა უკვე რამდენი წელი 20 წელზე მეტი გავიდა და აქედან გამომდინარე პირველ რიგში ეს კანონია შესაძლებელი. კერძოდ რა ხდება? ამ კანონში არავითარი დიფერენციაცია დარგების არ არის. ესე იგი, ამ კანონიდან გამომდინარე ჩვენთან განვითარდა სასტუმროების ბიზნესი, რესტორნების ბიზნესი, სადაც დასაქმებულია 2-3 მაქსიმუმ 10 კაცი. ეს არის მთელი ინვესტიციები. ის რომ განვითარდეს რეალური ინვესტიციები, რეალურ სექტორში ინვესტიციები, რამაც უნდა საბოლოოდ ჩვენი საექსპორტო პოტენციალით წაახალისხოს და ლარიც დაამყაროს და პირველ რიგში მოსახლეობა დაასაქმოს ის ხალხი, რომლებიც უმუშევრები ყავს. ესეთი დიფერენციაცია ჩვენ არ. მე მაგალითად ერთ მაგალითს მოვიყვან, რაც უნდა უცნაური იყოს აფხაზეთში. ოკუპირებულ აფხაზეთში მარიონეტული ხელისუფლების მიერ მიღებულია კანონი, რომ თითოეული ინვესტორი, რომელიც დააბანდებს $1,000,000-ზე მეტ დოლარს, 3 წლით თავისუფლდება მოგების გადასახადისგან. $500,000 ვინც დააბანდებს 1 წლით. აი ესეთი დიფერენცირებული მიდგომა უნდა, დარგობრივი მიდგომა უნდა. არ შეიძლება რომ ყველაფერს ერთი თარგით ვჭრიდეთ და ერთი თარგით ვუდგებოთ. ბოლოს ჩვენ ვასრულებთ და თუ დაგწესოთ. აი ჩვენ ამდენი ვისაუბრა და ალბათ ჯამდებით ყველა იმაში, რომ აუცილებელია ჩვენი ეკონომიკური წარმადობის ზრდა პირველ რიგში და არ უნდა გადავერთოთ მცირე დიდ ან მოკლევადიანი ლარის დასტაბილურება. შეიძლება ჩვენ მოგვიწევს მოთმენა თვე, 2 თვე, 3 თვე, მაგრამ გადავდგათ ფუნდამენტური ნაბიჯები, რომელიც მომავალში და პერსპექტივაში გვაჩვენებს ეკონომიკურ სარგებლობას. დღესდღეობით მართლაც თუ ქართულმა ერმა ძალიან ბევრს გაუძლო და ალბათ კიდევ ბევრსაც გაუძლებს და მთავარი არის, რომ სწორი ხედვა იყოს, დოქტრინალური ხედვა იყოს, ზოგადად საითკენ მივდივართ, ეკონომიკის დარგი იქნება ეს თუ სამართლის დარგი იქნება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიმუშაოთ ქვეყნის განვითარების დოქტრინა. აი ეს არის მთელი მომავალი წერტილი და ამაში უნდა იყოს ჩართული როგორც საზოგადოება, ისე ექსპერტები. გმადლობთ ირაკლი თედორაძე, გიორგი კეპულაძე, ზურაბ გარაყანიძე, გიორგი ხაღანიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით უკვე სხვა თემით და სხვა სტუმრებით.